რა გითმობ ეთერს, მოუკავიშავებს ფორმულას მაყურებელს უფრო მეტი ხდება ადგილზე. საღამომშვიდობის დაახლოებით 5 წუთში მარში დაიძვრება რუსთაველისკენ, იქ კიდევ დაემატება ხალხი, რადგან აქცია არის დამატებით დაანონსებული. ეს კვირა იყო ძალიან მძიმე ადამიანის უფლებების კუთხით, ეს კვირა შეგვიძლია მივიჩნიოთ და უფლებადამცველები ამას კიდევ უფრო კარგად აღწერენ, იყო ფაქტობრივად სრული უგულებელყოფა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, რომლის ყველა პუნქტიც ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ, როგორც ავტორიტარულ რეჟიმმა დაარღვია. ამ კვირაში ასევე მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მძიმე განაჩენი გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით მკაცრი იყო ის ნანა სანდერის პოლიტპატიმრის მიმართ 4 ოქტომბრის საქმეზე. ჩვენ ვხედავთ რამდენიმე დღე არის ფაქტობრივად წამების გამოცხადებულ ქრონიკას პოლიტპატიმარი ელენე ხოშტარიას მიმართ. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება უფლებადამცველი მარიკა არევაძე, რომელიც უფრო კარგად ისაუბრებს იმაზე, თუ ეს კვირა რამდენად რთული იყო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის რეალურად, რადგან როგორც ამბობენ ხოლმე უსამართლობა რეჟიმის პირობებში ყველას კართან იჩოქებს. რამდენად მძიმე იყო ეს კვირა ადამიანის უფლებების კუთხით. დავიწყოთ მოდით ელენე ხოშტარიას кейსით და მისი მძიმე მდგომარეობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში რეჟიმში, რომ ის დღიდან დღემდე მძიმდება. მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ ისევე როგორც ყველა კვირა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ოცნების რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, არის მძიმე და ერთმანეთზე უფრო უარესი, ასეთი იყო სწორედ აღნიშნული კვირაც და კი ნამდვილად ელენეს მდგომარეობის შესახებ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა, სწორედ ამ კვირაში უფრო მეტი გახდა ცნობილი. მე პირადად ვიყავი შესული რამდენიმე დღის წინ ელენეს სანახავად და პირადად ვნახე თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმ ტკივილებისა, რომელსაც ის განიცდის, ის კი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის მხნედ და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ უნდა მიეწოდოს და ვინმეს უფლება აქვს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებას, რომ არ მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. ის რომ ციხეებში სამედიცინო მომსახურება სერიოზული პრობლემაა, ამაზე უთითებს სახალხო დამცველიც თავის ანგარიში, იქ საუბარია არა მარტო სამედიცინო მომსახურებაზე, არამედ კვების პრობლემაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე და ასე შემდგომ. თუმცა ამ შემთხვევაში პრიორიტეტული არის სამედიცინო მომსახურება, იმიტომ რომ როდესაც დახურული ტიპის დაწესებულებებში იმყოფებიან ადამიანები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჭირდებათ სამედიცინო მომსახურება, მათ ეს მიიღონ დროულად და მიიღონ ადეკვატური. არ არსებობს ჯერ მომსახურების მიწოდება და დროული და შემდგომ ხარისხიანი. თვითონ ოცნების წარმომადგენლები საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში დადიან დიაგნოსტირებისთვის და აქ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში იმის რესურსია, რომ მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ჩატარდეს და გამოვლინდეს კონკრეტულ პაციენტს, რა პატიმარს, რა შეიძლება სჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელენე დროულად იქნას გადაყვანილი კერძო კლინიკაში, ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევები და დროულად დაიწყოს მისი მკურნალობა. ამაზე ის რომ ელენე არ არის პირველი, ხო? ნინო დათაშვილის შემთხვევა გვახსოვს, ზინოვკინას, სანდერის შემთხვევა გვახსოვს, როდესაც ასევე სამედიცინო მომსახურება ხალხის რეაქციის შემდგომ მიეწოდა ადამიანებს და რამდენი ისეთი პატიმარია, რომელსაც ჭირდება სამედიცინო მომსახურება, მაგრამ არ აქვს ესე გასაჯაროების რესურსი და არ ვიცით. ანუ ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს და რომელიც აუცილებელია, რომ გადაიჭრას, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ ეს ვერ მოხდება და მგონია, რომ არ მოხდება ოცნების პირობებში, იმიტომ რომ ეს არ არის მათი საზრუნავი და მათი პრიორიტეტი. ხელისუფლებაში მოსული ძალა ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით დღეს თავად არის ადამიანის უფლებების დამრღვევი და თან მასობრივად და ამაზე არაერთი ანგარიში არის დაწერილი, ხო? ერთ-ერთი კიდე რაც მინდა აღვნიშნო, აი ჩვენ ვხედავთ, რომ სკროლვის სააგენტო თუ რაღაცა დაწესებულება არის გააქტიურებული და ადამიანებს ერთი მეორეს მიყოლებით აჯარიმებს ისე, რომ არც მომჩივანია, არც ვინმე გრძნობს თავს შეურაცხყოფილად, თუმცა ადამიანებს სასამართლოებში იბარებენ და აჯარიმებენ, რაც არის ასევე ასე ვთქვათ, ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. ეს ხო იმიტომ არ არის, რომ მართლა სიძულვილის ენა
დაამარცხონ. სიძულვილის ენა მათი დაწყებულია, მათი წახალისებულია, მათი მხრიდან ხდება ყოველდღიურად და ხდება იმიტომ, რომ რეპრესიები განახორციელონ ამ ქვეყანაში და შესაბამისად არანაირი ეს არის შირმა უბრალოდ იმისათვის, რომ მოქალაქეებს კიდევ და კიდევ დაუმატონ ახალი საფიქრალი. ჩვენ ხედავდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ პროტესტის გაჩერების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენეს. იყო ეს ზარები, მორალური შეურაცხყოფა, მერე ფიზიკური შეურაცხყოფა, კოლოსალური რაოდენობის ჯარიმები, უკანონო სამსახურიდან განთავისუფლებები, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საფუძვლებით და დაჭერები. ტროტუარზე დგომის გამო დაჭერები და ტროტუარზე დგომის და კიდევ დაემატა დრაკონული კანონები კი და კიდევ დაემატა უკვე ახალი სისხლის სამართლის საქმეები აქციაზე კვამლის გაშვების გამო, რაც არის რა თქმა უნდა უხეში ჩარევა აზრის გამოხატვის თავისუფლებაში და უხეში ჩარევა ადამიანის უფლებებში და ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ საპარლამენტო შენობაში, იმიტომ რომ ის პარლამენტი დღეს არ არის საპარლამენტო საკანონმდებლო შენობა ცემა ტყეპას, ფიზიკურ ანგარიშწორებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეს ხალხი ამბობს, რომ რამეს ებრძვის. ეს ხალხი ერთადერთი რამისთვის იბრძვის, რომ მიიტაცოს შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება და აი აქ ვინც ხალხი დგას, ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისთვის და აუცილებლად იქნება ეს მიზანი მიღწეული. ძალიან დიდი მადლობა უფლებადამცველმა მარიკა არევაძემ უკვე აღნიშნა და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული ჯანდაცვის კუთხით პრობლემები მრავალი წელია უკვე ფიქსირდება სახალხო დამცველის ანგარიში და ასევე მრავალი წელია დამოუკიდებელი მედია შაბათის ფორმულას გამოვყოფთი, რადგან მისი ეთერი ახლა ამ თემებს აშუქებს მუდმივად და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ხოლმე რომ მაყურებლის ყურამდე მივიტანოთ ის პრობლემები, რომელსაც ქართული ოცნება მალავს საზოგადოებისგან და ის უმძიმესი პირობები, რაც არის როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე პენიტენციური სისტემის მიღმა.